მზეამაღლობელის საქმეში გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სილა გააცნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს აღენიშნებოდა ძლიერი შეწითლება სახისარეში, გაწითლებული ჰქონდა ყურიც. ყველა ეს მოწმე პოლიციელია, ყველა მათგანი უშუალოდ დგებუაძეს დაქვემდებარებული თანამშრომელი. მეტიც მათი ჩვენებები იდენტურია, გამოყენებულია ერთი და იგივე წინადადებები და საკმაოდ უჩვეულო სიტყვებიც კი. დაპატიმრებული ჟურნალისტის ადვოკატებმა კი კიდევ ერთხელ მიმართეს ბათუმის სასამართლოს შუამდგომლობით გაუქმდეს აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა. სასამართლომ ამ საკითხზე 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. ნანუკა მაღლაკელიძე გვეტყვის მეც თუ რა შეუსაბამობები იკვეთება ამაღლობელის წინააღმდეგ შედგენილ საქმეში და რა შუამდგომლობით მიმართავენ ადვოკატები სასამართლოს. მიშა, სანამ უშუალოდ სამართლებრივ მდგენელზე ვისაუბრებდით, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში საერთოდაც არ იძებნება, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ჩვენთვის უკვე ცნობილია იმ 4 პოლიციელის სახელი და გვარი, რომელთა ჩვენებები ცდებს ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ეს ადამიანები არიან ვახტანგ ბოლქვაძე, რომელიც არის მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი, ასევე დავით ანთაძე, პოლიციის ოფიცერი, არჩილ ანთაძე, განყოფილების უფროსი და ცოტნე ქართველიშვილი პოლიციის ოფიცერი. 4-ვე მათგანი არის ირაკლი დგებუაძის ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის უშუალოდ დაქვემდებარებაში და მისი განყოფილების თანამშრომლები. შესაბამისად, აქ უკვე ძალიან მარტივია საუბარი იმაზე, რომ არსებობს მოტივირება, რომ იყვნენ მიკერძოებულები. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ თუ რა წერია მათ ჩვენებებში, უნდა ვთქვათ, რომ ყველა მათგანის ჩვენება არის აბსოლუტურად იდენტური, სიტყვით, ლექსიკონის კი ერთი და იგივე აქვთ მათ გამოყენებული და ყველა მათგანი ამტკიცებს იმას, რომ დაინახეს ტანთჩაცმული, ზუსტად ამ სიტყვას იყენებენ ისინი, ტანთცმულს დგებუაძე, რომელსაც მზია ამაღლობელმა გააწნა სილა და ამის შემდეგ მან იგრძნო ძლიერი ტკივილი და დაინახეს თუ როგორ გაუწითლდა დგებუაძეს ყური და ლოყის მიმდებარე ტერიტორია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ მოწმეების ჩვენების გამო დატოვეს მზია ამაღლობელი პატიმრობაში, იმიტომ რომ იყო მათი პროკურატურის მტკიცებით ალბათობა, რომ შესაძლოა მათზე მოხმარიყო ზეწოლა ამაღლობლის მხრიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ დრომდე ერთ თვეზე მეტი გავიდა და მხოლოდ 6 პოლიციელის ჩვენება არის ამ საქმეში, მეტი არაფერი არ დევს და ამ 6 პოლიციელის ჩვენებიდანაც შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არაფერი არ ირკვევა და უფრო მეტიც 4 ადამიანი სწორედ მას შემდეგ არის გამოკითხული, რაც პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა. ჯამში ადვოკატები ამბობენ, რომ სავარაუდოდ 4 საათი დასჭირდებოდა ამ ადამიანების გამოკითხვას და ამ ჩვენებების მიღებას, რომელიც საქმეში დევს და სწორედ ამის გამო დატოვეს მზია ამაღლობელი პატიმრობაში. ამ 4 საათის გამო უკვე თვეზე მეტია მზია ამაღლობელი ციხეშია. ცოტნე ქართველიშვილი. მარცხენა ხელით მოკაჭა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუქზე. დავით ანთაძე. ხელით სწუდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუქზე და მოკაჭა ძლიერად თავისკენ. ვახტანგ ბოლქვაძე. ხელით სწუდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუქზე და მოკაჭა ძლიერად თავისკენ. არჩილ ანთაძე. მარცხენა ხელით სწუდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუქზე და მოკაჭა თავისკენ. მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით დღეს ადვოკატებმა მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, უკვე შევიდა ეს შუამდგომლობა და სწორედ 24 საათი აქვს ახლა საქალაქო სასამართლოს, რომ ამ შუამდგომლობის დასაშვებობაზე იმსჯელოს. აქ ყველა დეტალი არის და ასევე სამართლებრივი მტკიცებულებები, თუ რატომ არის მზია ამაღლობლის წინააღმდეგ ეს საქმე პოლიტიკური. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ადმინისტრაციული დაკავების დროს, ასევე სისხლის სამართლის ბრალის წარდგენის დროს ორივე შემთხვევაში ადვოკატები მიუთითებენ, რომ ეს ყველაფერი იყო არაკანონიერი და მზია ამაღლობელი იყო ორივე შემთხვევაში აბსოლუტურად უდანაშაულო. აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მზია ამაღლობელი თავიდან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, იმიტომ რომ მან სტიკერი გააკრა, თუმცა როგორც იურისტები გვეუბნებიან, ოქმი არის შედგენილი, ეს ოქმი მათი თქმით არის ყალბი და ამ ყალბ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და სწორედ ამის გამო დააკავეს და ამ შუამდგომლობაში, რომელიც ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუ კი მიიღებს ის განხილვა
განხილვაში, მაშინ ამ შუამდგომლობაში ის ნახავს ვიდეო მტკიცებულებას, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ მზია ამაღლობეს ადმინისტრაციული დაკავების დროს პოლიციის მიმართ სიტყველი შეურაცხყოფის ფაქტს არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა, ასევე სისხლის სამართლის ნაწილზეც საუბრობენ, აქ უფრო მარტივად არის ყველაფერი, სილის გაწვნას ედავებიან და ადვოკატები პირდაპირ ამბობენ, რომ სილის გაწვნა ვერ იქნება ვერანაირად პოლიციელზე თავდასხმა და ვერ შეფასდება, რადგან დეფინიციაშიც კი არ არის მოცემული ისეთ დეტალები, რომელიც ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობლის მხრიდან ასეთი ტიპის ქმედებას ჰქონდა ადგილი და შესაბამისად სილის გაწვნაც არის ერთ-ერთი აბსურდული ბრალდება მის წინააღმდეგ. კიდევ ერთი რაც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ამ შუამდგომლობას თან ახლავს მზია ამაღლობის ჩვენება და ეს არის კიდევ ახალი დეტალი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი უკვე 33 დღეა შიმშილობს და არავინ იცის, როგორი იქნება მისი მდგომარეობა მომავალში, ამიტომ დევს ეს ჩვენებაც იმისთვის, რომ ყველა მიცოდეს, როგორია მისი პოზიცია მის უსამართლო პატიმრობასთან დაკავშირებით. არის შესაძლებლობა სასამართლოსთვის მის მიერ დაშვებული შეცდომა, არასწორად გამოყენებული სამართლებრივი ნორმები და უფლებების ხელყოფა მზია ამაღლობელის დღეს მაინც იმსჯელოს, ასე ვთქვათ, სწორად, მართებულად. უნდა აღნიშნოს, რომ თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების კანონიერებაზე დღემდე არ უმსჯელია და არ მოუმართავს სასამართლოს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მისი დაკავება საწყის ეტაპზევე ადმინისტრაციული წესით იყო უკანონო. პირველ ეტაპზევე განაცხადეს, რომ თითქოს და მზია ამაღლობელს აკავებდნენ სტიკერის გაკვისთვის და მე აღმოჩნდა, რომ მისი დაკავება თითქოს მოხდა პოლიციელების შეურაცხყოფით. ყველა კადრი არის საჯარო, ღია და ყველა ვნახეთ, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ქონია. მერე დაკავება სისხლის სამართლის წესით. ესეც არის უკანონო, ვინაიდან სილის გაწვნა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად. წარმოადგენთ ახალ მტკიცებულებებს, რომლებიც შეეხება სწორედ ამ ორ საფუძველს. ერთი იყო, რომ მოწმეებზე მოახდენდა მზია ესეთ ეფემერულ ზეწოლას. მეორე რა ხვდათ გარემოება დასაბუთებული იმით, რომ ის ერთხელ დააკავეს ადმინისტრაციული პატიმრობის წესით და არ გაიაზრა ეს მისი სამართალ დარღვევა და ხელახლა, ასე ვთქვათ, ჩაიდინა ეს ინკრიმინირებული დანაშაული, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. ამ 4 პოლიციელს რომ დაედასტურებინა, რომ ლოყა გაუწითლდა ბატონ დებუაძეს, აი ამიტომ იყო მზიას პატიმრობა საჭირო, იმიტომ რომ თურმე მზიას თავისუფლების პირობებში ესენი ამ ჩვენებას ვერ მიცემდნენ გამოძიებას. ეს ირონიულად ცხადია, მაგრამ ეს არის საქმის მოცემულობა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს მისი დაკავება როგორი უკანონოა, ზედაპირზეა რომ მისი ბრალი манипулირებულია და ეს არ არის თავდასხმა. და სწორედ იმიტომ არის манипулირებული, რომ ის ხანგრძლივად ყავდეთ პატიმრობაში. ამიტომ სასამართლოს უთითებთ ჩვენ ამ გარემოებებზე და მოვითხოვთ, რომ გაანთავისუფლოს პატიმრობიდან საერთოდ. სწორედ ეს გადაწყვეტილებები სადაც რაღაცა მუშტის მძიმე ჩარტყმას და მართლა სერიოზულ დაზიანებებთან გვაქვს საქმე, როცა უზენაეს სასამართლო ამას არ განმარტავს როგორც თავდასხმას. სწორედ ეს მიუთითებს მსგავსი სამართლებრივი ფაქტების არსებობა იმაზე, რომ მზიას მიმართ ხორციელდება შერჩევითი მართლმსაჯულება, სრულიად აბსურდული რამ წერია დაკავების ოქმში, რომ თითქოს ის შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა პოლიციელებს მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ნახა ვიდეო, რომელშიც მზია დგას მშვიდად წყნარად კედელზე აკრავს პოსტერს, რომელსაც მალევე აძრობენ. ესეც ასევე მას არაფერი დაუმახინჯებია. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მანამდე მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი თავად მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ირაკლი დგებუაძის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს. ამის შესახებ ცნობები ჰქონდა საგამოძიებო სამსახურსაც, თუმცა არაფერი მოუმოქმედებია. მზია ამაღლობელი უკვე, როგორც გითხარით, 33 დღეა შიმშილობს და ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შესაბამისად, ეხლა უკვე ყველგან ხდება ამ ქვეყანაში, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი რეჟიმის ხელში.